მოგესალმებით, მიგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგდო ყველა ის ადამიანის გასასწრებელს შინახავთ პატიმრები განსაკუთრებით ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე და მადლობა ძალიან დიდი ბევრი მსმენელი მყავს პატიმრები და უცხოეთში მყოფი ქართველი. ის ადამიანები, ვისაც პრობლემა გაქვთ რამე აი ღმერთო სიკეთე და სიხარული მოგცე და აუცილებლად იქნება თავარია რომ ღვთისიმედი არ დაკარგოთ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ძალიან მონატრებული სხვათა შორის მამო ბევრი ის გადაიტანა გაციებები, რაღაცეები, ამდენი პრობლემა და მოვიდა. მაინც ერთი თვის შემდგომ მამა ლუკა სუპატაშვილი, რომელიც ძალიან ბევრს წერდით ხოლმე, მამო დაგლოცეთ, შეიძლება? ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად არის დგა. დაგლოცოს და გაგვაძლიეროს და ერთმა სიძლიერე მოგცეს, იმიტომ რომ ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც უკან არავს არიხევდა სულიერებაში, ზნეობაში და წინსვლაში. ასე რომ და მაგიტომაც გვიყვარს წმინდა გიორგი, აი ხვალ რო წმინდა გიორგია. გილოცავთ მართლა მამაო. და მამაო ჯანმრთელობით როგორ ბრძანდები? ძალიან შეწუხებული იყო ჩვენი სვენელი იმით, რომ აი პატრიარქის პანაშვიდებზე, რა ვიცი, რაღაცა ისე გავხდი უძლურად, მე ეს ისე განვითარდა, რომ ერთი თვენახე ვარი თითქმის არ ვიცი, ცუდად ვიყავი, აი გამოკეთებოდი, მივტრიალდებოდი, აი ახლანდელი ამინდებივით ვიყავი. ხან ბზე გამოაჭყიტებს, ხან ისე ვწვიმა და აი ესე. მაგრამ ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ასე რომ მამაო, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და აი ამ ყველაფერს მამაო, რაღაცა ცოტა ის არის, რა ქვია, აი ეს გასასწრებელი ჩვენ ცხოვრებაში ესე იშვება ხოლმე რაღაცა სულ პრობლემები, რაღაცა 1000 სენი, ავადმყოფობა, ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფერს როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და როგორ უნდა მოუვაროთ თავს და რის გამო ხდება საერთოდ, აი თუ შეიძლება თქვენ რას დააბრალეთ მაგალითად, რომ სიტყვაზე ჯანმრთელობა შეგერყათ ცოტა. ხო, მე ერთხელ ცუდად ვიყავი. დიახ, მახსოვს ახალი მონათლული ვარ ალბათ 23-24 წლის ვარ და ცუდად გავხდი და მე გამოვკეთდი რა თქმა უნდა. მე ტაძარში რომ მივედი, ერთი მოხუცი კაცი დადიოდა, ისეთი საყვარელი ადამიანი და მომიკითხა იმან, ყოველთვის მოგიკითხავდა ხოლმე და ესე მეთქი და ზოგჯერ ჭირმაო რაღაცაზე უნდა გადაიაროს. არა, ზოგჯერ შარმაო რაღაცაზე უნდა გადაიაროსო და ეგო კაიაო, როცა ასე ვთქვა, ავადმყოფობაზე გადაივლისო და არა სულიერი ნგრევა რო არ იქნებაო. ასე და ესე იგი ხანდახან აი ამ პრობლემებმა უნდა გადაიაროს და გადავიტანოთ ფიზიკურად, იმიტომ რომ ავადმყოფობის მოთმენაც, ჭირთათმენაც ერთ-ერთი სახეობაა იმისა, რომ განგწმინდოს შენ, ასე ვთქვათ და შეიძლება კონკრეტულად კი არ ხვდები რისგან იწმინდები, მაგრამ ღმერთი ხო ხვდება. წმინდა იოანე ოქროპირს აქვს ძალიან საინტერესო ნათქვამი, ესე იგი ოქროს როდესაც წმენს ოქრომჭედელი, ეს ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ დაბალი სინჯის ოქრო ბევრ ზედმეტობას შეიცავს, წიდებს და ნაგავს ერთი სიტყვით. და ცეცხლში რო ათავსებსო ცეცხლში გარკვეული დროის მანძილზე ის ნაგავი იწვის, ოქრო რჩება და რაც უფრო მეტხანს ამყოფებს ცეცხლში, უფრო მაღალი სინჯის ოქრო მიიღება და აი ეს ანალოგია მოყავს ადამიანთან, რომ შენც რაც არ უნდა ცეცხლში მოექცეო პრობლემებში, როგორც ოქრო ისე გაიწმინდებიო, თუ ღმერთს დაუთმობო და თუ მოთმინებით იქნებიო და თუ დაელოდებიო ღმერთსო. და აი მართლაც ღმერთის ხელში თუ იქნებით, როგორც ოქრომჭედელის ხელში ოქრო უკეთესად იქცევა, ასე ჩვენც გადავიქცევით უკეთესად. თუმცა ვერ ხვდები ხოლმე იმ პროცესს, როდესაც ძალიან მიჭირს, უბრალოდ ძალიან მიჭირს და თქვა ძლივს ვითმენ, მაგრამ თუ ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო, როგორც არის ჩვენი ბრძოლნული ნათქვამი და მეთქმა შეგვაძლებინოს, რომ ჭირსაშინა მოთმინ როგორ არის ქართული მოთმინება ისე უნდა ვთქვით გირსა, დაახლოებით ეს აზრია. ჭირში მოთმინებაა საჭირო, შრომაში თავდადებაა საჭირო და კიდე უნდა ითქვას, რომ უბრალოდ ჭირი შენ თვითონ არ უნდა დაიტეხო თავზე, შენ თვითონ. მაგრამ თუ ახლა მოვა შენგან დამოუკიდებლად, ნიშნავს, რომ ის განსაცდელი საჭიროა. ესე იგი, ზოგადად წმინდა ეფრემასურს საინტერესო სწავლება აქვს, რომ არის განსაცდელის ორი სახეობა. ერთი, რომელიც ღვთისგან დაიშვება, შენს უფრო უკეთესად რო გახდე და როგორც ეფრემასური ბრძანავს, რომ გაფართოვდეს შენი შინაგანი სამყარო, არა შევიწროებული რო იყო, არამედ რომ გაფართოვდეს.
ეს ღვთისგან დაშვებულია და არის კიდე როდესაც ამპარტამანებაშია ადამიანი ის ბევრ შეცდომას ჩადის და მერე ავტომატურად არასწორნაბიჯ არასწორი შესაბამისი შედეგი მოყვება ხოლმე. ესე იგი არის განსაცდელები, რომელიც ღვთისგან დაიშვება და არის განსაცდელები, რომელსაც ჩვენ თვითონ დავიტეხავთ ჩვენს თავზე. და იმასაც უშვებს ღმერთი, რომ ჩვენ განვიკურნოთ ჩვენი, ვთქვათ, ცუდი თვისებებისაგან, იმიტომ რომ უძლურების დროს, მაგათად ფიზიკურად რო გიჭირს, სულიერად გიჭირს, ფსიქოლოგიურად როცა გიჭირს, ხვდები, რომ რაღაცა ვერ არის კარგად და რისი გამოსწორება შეიძლება ფიქრობ შენთვის. და მე აუცილებლად მიხვდები, რისი გამოსწორება შეიძლება, რა არის ზედმეტი. რა არის გადასაგდები შენგან. მეც ახლა ეს პროცესი მქონდა და ეს კარგი პროცესია, როცა რასაც ღმერთი დაუშვებს, რაც კარგად თავდებაო, ყველაფერი კარგიაო, ხო ვიცით და ბუნებრივია, ყველანაირი ზრდას წინ უსწრებს აუცილებლად მომამზადებელი პერიოდი, რომ ჩვენ გვქონდეს სიფხიზლე, იმიტომ რომ განსაცდელში ყველაზე კარგი რაც გვემართება, ეს არის რომ სიფხიზლე მოგვდის, ვიღვიძებთ და რაღაცა უფრო მეტი ყურადღება გვაქვს. ამიტომ განსაცდელი ეს არის წინსვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. როგორც ცოდნის აუცილებელი ნაწილია სწავლა, ანუ შენი თავის შევიწროვება. იმიტომ რომ სწავლის ძირი ხომ მწარი არის და მე კენჭელში გატკბილდებისო და დაახლოებით იგივეა სულიერებაშიც. ამიტომ რომელ სტადიაში ვიმყოფებით, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხანდახან განსაცდელი გვაქვს, ხან ღმერთი მოგვასვენებს, მოგვასუნთქებს, ხან ჩვენი ესე იგი ნაშრომის შედეგით დაგვატკბობს, ხან ჩვენი ცუდი თვისებების წარმოგვიჩენს და მის მოსაშორებლად განგვაწყობს და ასე შემდგომ. ღმერთიო მწემეყო მე და მე ვიხილე მტერნი ჩემნიო ფსალმუნში რო არის აი როდესაც შენს სისუსტეს და ცუდ მხარეს დაინახავ ეს ღვთისწყალობაა და შენ და ღმერთი გაძლევს კიდეც ძალას რომ ზუსტად ის ნაგავი მოიშორო შენი სულიდან და ღმერთმა შეგვაძლებინოს იმიტომ რომ ჩვენ განსაცდელი ყველასა გვაქვს უბრალოდ რაღაცნაირად აი სულიერი თვალით უნდა დავინახოთ ეს ყოველივე თორე ფიზიკური თვალით თუ დავინახეთ, აი მაგალითად ხვალ წმინდა გიორგის ხსენება, წმინდა გიორგი ფიზიკური თვალით თუ შევხედავთ, ეს არის, ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია 27-28 წლის ჭაბუკი, რომელიც არის, ჩვენი გაგებით მილიარდერი, სარდალი არის იმპერიის რჩეული ლეგიონერი და სარდალია ერთ-ერთი და მომავალი იმპერატორი უნდა ყოფილიყო. იმპერატორობა მაშინ, აი როგორც ახლა პრეზიდენტობა ჩვენთან არჩევითი იყო 5 წლიანი და დიოკლეტიანი იყო 4 ვადით და აღარ უნდა ამ კაცს უკვე ეს იმპერატორობა უკვე უნდა რომ გადამდგარიყო და ამზადებდა თავის შემცვლელს და ეს იყო წმინდა გიორგი. და მე როდესაც გაირკვა რომ წმინდა გიორგი თორმე ქრისტიანი ყოფილა და არა წარმართი როგორც იმპერიის რელიგიის იმპერიის ასე ვთქვათ იმპერიის იდეოლოგიის მატარებელი არ იყო ქრისტიანი ეწინააღმდეგე და ესე იგი მოუწოდეს დათმობა ქრისტიანობის და იმპერიის სამსახურში ჩადგომა მოუწოდეს და ეს არ ქნა, ეს არ გააკეთა 6 თვე მაგიტო აწამა დიოკლეტიანემ 6 თვე, იმიტომ რომ წმინდა გიორგი იყო ძალიან ძლიერი პიროვნება, 6 თვე რომ ამწამებებს გაუძლებს და ღმერთის ამ სიყვარულს გამოავლენს, როგორი უნდა იყოს ადამიანი და 6 თვე მაგიტო მაწამა რომ რამენაირად გაეტეხა ეს ადამიანი, რომ ესე იგი თავის მემკვიდრედ გაეხადა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თავის მემკვიდრედ ამზადებდა და მე უცებ გაირკვა რომ ის არის ქრისტიანი. და აი წარმოიდგინეთ ახლა ერული თვალსაზრისით თუ შევხედოთ, წმინდა გიორგიმ რა გააკეთა? მომავალი იმპერატორი იყო, მილიარდერი იყო. მან როდესაც გაიგო რომ ქრისტიანებს აწამებენ, მან მთელი თავისი ქონება დაარიგა. მონები გაათავისუფლა და მოემზადა წამებისათვის.
და ის აწამეს ისე, როგორც ალბათ იშვიათად რო ვინმე ეწამებიოთ. დიდ მოწამეა. უпростоრეთ მთელი 6 თვის მანძილზე არც ვიცი ვინ კიდე რომელი წმინდანია აწამები, ის აწამეს. ესე იგი ფიზიკური თვალით თუ შევხედავთ, მისი ცხოვრება რაღაცა არალოგიკური მოგვეჩვენება, მაგრამ სულიერი თვალით თუ შევხედავთ, ეს არის ისეთი მხნე ადამიანი, რომელიც ჩვენ დღემდე გვიყვარს ქართველებს, დღემდე გვიყვარს ქართველებს და ყველა ქრისტიან ერს უყვარს, ძალიან უყვარს ის. აი ჩვენი ერს, ჩვენს ერს რო უყვარს, აი ჩვენი ერის ისტორია რაღაცით გავს მის გაუტეხლობას. და მას არასდროს არ უძღალატა ქრისტეს, არც ერთ სტადიაზე. აი კლავდნენ უკვე წამების დროს, აი მაშინაც არ ტყდებოდა და საერთოდ არც გატეხილა, მე უბრალოდ თავი მოკვეთეს, აი 6 მაი ხვალინდელი დღესასწაული ეს არის თავის კვეთის დღე. და ჩვენი ერის სიკეთე მინდა გაუსვა ხაზი 23 ნოემბერს გიორგო ბარუარი და ჩვენ რომ გიორგობისთვის ვეძახით ძველად, აი ეს არის დღე, როდესაც ის ბორბალზე აწამეს. ანუ ყველაზე საშინელი იარაღით აწამეს. იმდროინდელი და ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ამაზე საშინელი იარაღი არ ყოფილა გამოგონებული, როგორც იყო ბორბალზე წამება. იქედან ფაქტიურად ნელი სიკვდილით და ტანჯვით კვდებოდა ადამიანი დღეების მანძილზე. და არ შეაშინა ამან ის. და ქართველებმა ეს აიღეს გიორგობის თვეთ და გიორგობათ ეს 23 მარტო ქართველები აღნიშნავენ 23 ნოემბერს 23 გიორგობის თვეს და ზუსტად 6 თვის წინ ადრე არის ზუსტად ხო კი ხო ახალი სტილით 23 და ესე და ჩვენ ესე იგი აი ასეთი ანალოგიური ისტორია გვაქვს ჩვენ აი 100,000 მოწამე რო ავიღოთ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს ვახტანგ გორგასალი რო ამბობს ან არ ვიცი ჩვენ რა ვიცი აი რამდენჯერ დაგვიმტკიცებია ეს ყველაფერი და ღმერთმა ქნას რო ეხლაც დავამტკიცოთ და ჭირთათ მენა და განსაცდელთა მოთმენა არ არის ჩვენთვის უცხო მაგრამ კიდე მინდა იმას ხაზი გაუსვა რომ თუ ფიზიკური თვალით შევხედავთ განსაცდელს ჩვენთვის ეს ცოტა გაუგებარი იქნება ნუ რატომ უფალო რატომ უნდა მაწამონ მე ბორბალზე რო შე რომ მიყვარხარ იმიტომ უნდა მაწამონ და რატო უშვებ ამას რომ დაეწყო წმინდა გიორგის ესეთი რამე არ ხო კირის გამოსაწვევი მასში უნდა დაწვა ვერ დაწვეს და მე ლოდი დაადეს მრავალ ალბათ ტონიანი ლოდი და ის ნელა გუდავდა ადამიანს და მაინც გაძლო დილამდე და მაინც არ გატყდა ნუ ცოცხალ მკვდარს დააგდებდნენ დილეგში დილას უკვე ცოცხალი იყო და არც ერთი სიტყვა ღმერთის წინაშე რომ ღმერთო მე შენი ერთგული ვარ და შე რატო უშვებ ამას ჩემზე არა იმ დროინდელ ქრისტიანებს საოცარი შემართება ქონდათ ანუ დღესაც ჩვენც რო გვაქვს რაღაცა განსაცდელი ნუ თუნდაც გრიპიც რო გვაქვს ესეც განსაცდელია მას ფიზიკური თვალით არ უნდა შევხედოთ სულიერი თვალით უნდა შევხედოთ და მოთმინებით ვიყოთ იმიტომ რომ როგორც ოქრო იწმინდება ცეცხლში ისე ჩვენ ვიწმინდებით განსაცდელებში ასე რომ ღმერთმა ძალა მოგცეს რომ ჩვენ უკეთესი ვიყოთ ყოველთვის ყოველი პრობლემის მერე ჩვენ უკეთესი უნდა ვიყოთ პრობლემამ არ უნდა გაგვტეხოს ძალიან მიყვარს ფსიქოლოგების ფორმულა ეს რომ როდესაც პრობლემა მოდის ის პრობლემა შენ ან დაგანგრევს ან გაგაძლიერებს და შენ რასაც გადაწყვიტავ იმას გაგიკეთებს ის პრობლემა და ჩვენ არც ერთ პრობლემას არ უნდა დავანგრევიოთ ჩვენი თავი აუცილებლად უნდა გავაძლიერებიოთ ეს ჩვენ ხელშია ამას ჩვენ წყვიტავთ და ჩვენ თუ დღემდე ცოცხალი ვართ ჩვენი ერი ეს ნიშნავს რომ ჩვენი წინაპარი და ჩვენც სწორედ ამ სწორ გადაწყვეტილებას ვღებულობდით რომ გავძლიერდეთ და არა რომ დავინგრეთ დიახ ძალიან დიდი მადლობა და მამო აი თუ შეიძლება ესეთი კითხვა ძალიან ცნობილი კითხვაც არის და თვითონ ესეც მინდა რაღაცა თქვა რომ აი განსაცდელისას განსაცდელის შემდგომ შეიძლება გახდეს ხვისი პედაგოგი და ამ ყველაფერში გადამტანი იმიტომ აი ძალიან ბევრი მოძღვარი ვიცი რომ აი მე მაგალითად მიჭირდაო რთულ მდგომარეობაში ვიყავი და მე მღვდელი რო გახდა თვითონ ეხმარება აი რთულ მდგომარეობამ წარმოგიდგენთ პედაგოგი გახადა ხვისი სულის რა ვიცი თანაშემწე და ყველაფერი და აი ამ ხელა რაღაცას მიაღწია ისევე ჩვენი ცხოვრებით შეიძლება აი ჩემი აი მაგალითად მინახია ადამიანი რომელსაც ნეულება აქვს მძიმე სენი აქვს ან ხეიბარია და სხვას ამხნევებს მამაო
აი წარმოიდგინეთ ამ ყველაფერი და ანუ აი ეს კითხვა მინდა რომ აი როგორ გავხდეთ შემდგომ მამო აი ჩვენი აი ამ ჭირით მწუხარებით აი ჭირისუფალი მინახავთ შვილი ყავს გარდაცვლილი მამაო და მიდიხარ და საერთოდ ვერ გძნობ იმას და არ გაწუხებს თავის სიმძიმით იმ მწუხარებით რაღაცა და პირიქით გახალისებს აი ამ დონეზე ჩვენი რწმენა როგორ მივიტანოთ რომ იმ სამყაროს შევწვდეთ ეს ადამიანები ეხა იმ სამყაროს შეწვდნენ და აქაურობა გაუფასურდა და მაგიტომ არ ნერვიულობენ არაფერს აი ეგეთები როგორ ვიყოთ მამო იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეხა აი წარმოიდგინეთ აი ღმერთი რომ დაეგმო ბოროტმა ყველაფერი გაუკეთა ადამიანს და მაინც შემდგომ მოდის ეკლესიაშია ხეიბარი სიმსიმიანი იმიანი წარმოიდგინეთ აი რა მაგარი ეგეთ რაღაცას მცირედ მორწმუნე ვერ გაუძლებს და შეიძლება ეგრევე დაგმოს. თუ შეიძლება მამო, აი ამ შემთხვევაში წმინდა გიორგის მაგალითი რომ მოიყვანით, მაგასთან პარალელი გავავლე, რომ შეეძლო რომ დაეწუწუნა, რომ ღმერთო მე შენს გამო ეს. აი დღეს თანამედროვე მორწმუნეები ესეთები ვართ, რომ ღმერთო რატო კითხავსაც. აი თუ შეიძლება რა. აი ამ შემთხვევაში აი ამ ჩვენმა განსაცდელმა როგორ გაგზარდოს, ისე რომ ხვისი განსაცდელის დამტევები კი არა, მაგალითები ვიყოთ, რომ ხო გინახიათ, მამო, ადამიანი, აი ჩვენი პატრიარქის ხო შორს რო არ წავიდეთ, ხო რომ მithქვამს, აუ, ამდენს გაუძლო და ესეთი მაგარია და სტიმული იყო შენთვის და სტიმული არის დღესაც, ხო? აი ესე მამო, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვაქციოთ, აი ეს ჭირი, საჩვენოთ როგორ გამოვიყენოთ, ჭირი და მწუხარება აუცილებლად იქნება, სამწუხაროდ ჩვენ და ვერ გაიქცევ ადამიანი დაიბადა მასთან ერთად იბადება ეს მწუხარება ჭირი და ტკივილი. კი, აი ფსიქოლოგების ნათქვამია რომ თქვი ის ფორმულა მიყვარს ძალიან მაგარი ნათქვამია რომ პრობლემა რომ მოდის ის ან დაგანგრევს ან გაგაძლიერებს. ეხლა სხვანაირად რო ვთქვათ, პრობლემა რომ მოდის მისი მიზანია რომ ჩაგითრიოს, ანუ დაგიჭიროს ამ ქვეყანამ რომ დაგიჭიროს. და შენ ამ ქვეყანას არ უნდა დააჭერიო თავი, ანუ არ უნდა ჩაგითრიოს პრობლემებმა. სახარების ენით რო ვთქვათ, შენ ზღვაზე ზევიდან უნდა იარო, წყალში არ უნდა ჩაიძირო. აი ქრისტე რო ფეხით მიდიოდა წყალზე, პეტრემაც უთხრა, რომ უფალო მიბრძანეო და მეც მოვალო შენთანო და პეტრემ გადავიდა, მოდიო პეტრე, გადავიდა ნავიდან და დადიოდა წყალზე. როგორც უფალი, მაგრამ მე დაიწყო ჩაძირვა. და ქრისტემ უთხრა რომ რატომ შეორგულდიო მცირედ მორწმუნეო. ესე იგი ნებისმიერ პრობლემას აქვს უნარი რომ შენ ჩაგითრიოს, ჩაგახჩოს, ზღვამ ჩაგახჩოს, აქვს ეს უნარი. და ქრისტიანს აქვს უნარი რომ ზღვაზე წყალზე იაროს, ანუ არ ჩაიძიროს პრობლემებში. ესე იგი პრობლემები შეიძლება გქონდეს, მაგრამ არ უნდა ჩაიძირო იმ პრობლემებში. ეხლა თუ არ ჩაიძირები ამ პრობლემებში ქართველებს გვაქვს საოცარი სიტყვა, ზოგადად ჩვენი ერის აზროვნებას რო ვაკვირდები, ძალიან მაინტერესებს ჩვენი ერის აზროვნება, იმიტომ რომ ძველი ერი ვართ ძალიან და ძალიან ისე იგი უნიკალური აზროვნება გვაქვს. და აი ერთ-ერთი ეს არის, რომ ჩვენში მაგალითად, აი ყველაზე მაღალი დონის ადამიანად ითვლება არა ვთქვათ დიპლომების მქონე, არა ინსტიტუტების განათლების მქონე, ან რაღაცა, არამედ ესე იგი განსაცდელებ გამოვლილი ადამიანი და ჩვენ მას უწოდებთ გამოცდილ ადამიანს. ესე იგი, მაგალითად რო ვთქვათ, ეხლა ვთქვათ სამი დიპლომი აქვს ადამიანს და ვთქვათ არის გამოცდილი ადამიანი. შენ ავტომატურად გამოცდილსკენ იხრები, იმიტომ რომ ეს სხვანაირია. აი შენ ძალიან გულისხმიერი სიტყვა თქვი, რომ შვილგარდაცვლილი მშობლები მე აი არ ვიცი, მე თაყვანს ვცემ ადამიანებს და ხშირად ვეუბნები პირადი ურთიერთობის დროს ვეუბნები, რომ შენაირ ტვირთს მე არ ვატარებ და ამ ქვეყანაზე ალბათ 99% არ ატარებს. შენ ეს ტვირთი გაქვს და შენ რო ღირსეული ხარ, ეს უკვე სანიმუშო ადამიანი ხარ, რომ ამ ხელა ტვირთს უძლებ და ღირსეული ხარ კიდე. და შენ რომ თქვი ეს გულისხმიერი სიტყვა, მინდა გავიმეორო, რომ თითქოს არა ამ ქვეყნიური არიან, დაამარცხეს ამ ქვეყნიური და უკვე ამ ქვეყნიური მათ აღარ იზიდავთ. ესე იგი, ისეთი ტკივილი აქვთ ნანახი, რომ ამ ქვეყნიური აღარ იზიდავთ. მე დაკვირვებული ვარ ისინი მაგალითად სუფრასთან როგორ ჭამენ, როგორ სვამენ, აი ზუსტად სანიმუშონი არიან, ზუსტად, რომ აი ვთქვათ როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, მიუჯექი ამ ქვეყნიურ სუფრას, მაგრამ მას არ დაეყრდნო. ანუ
ანუ არ ჩაეფლო ამ ჭამაში, სმაში, რაღაცა აი სიცილში, დროსტარებაში, შვებაში, სიამეში, აი ესეთი მშობლები საოცრები არიან. რაღაცა სიმძიმეს ატარებენ და ამ ქვეყანას თითქოს არ ერევიან. და აი რაღაცა ნიმუში არიან ადამიანობის ამ ხრივ. იმიტომ რომ კი ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე, მაგრამ იმ ქვეყანას არ ივიწყებენ და კი ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე, მაგრამ აღარ ენდობიან ამ ქვეყანას. აი მეც იგივე დამემართა ბავშვი რო ვიყავი, დედა რო გარდამეცვალა. ვიცი, მან წავედი ხა. მე მახსოვს, რომ ეს ვიფიქრე, რომ მე აღვიქვამდი ცხოვრებას, რომ ეს არის ერთი დიდი მხიარულება, სიამოვნება, მეგობრობა, დროსტარება და ასე შემდგომ. ნუ პატარა ბავშვის დონეზე როგორც შემეძლო, ასე ვფიქრობდი. და დედა რო გარდაიცვალა, მე თითქოს რაღაცა საშინელება დამემართა. გავშეშდი თითქოს და ვფიქრობდი, ეს რა ყოფილა მეთქი და აი ეს რა ყოფილა კითხვა რო დავსვით, მე ამ ქვეყანამ თითქოს დაკარგა ნელ-ნელა ფერები ჩემთვის და ნუ გაუფასო. და აი ამ უდიდესმა განსაცდელმა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ობლის გული არასდროს არ შუშტება ტკივილი და მართლაც ესეა მე ეს გამოვცადე. ისე როგორც შვილი რო ვისაც გარდაეცვალა, იმის გული არ შუშტება, ის ტკივილი არის და არის. უბრალოდ ამ ადამიანებმა უნდა აჯობონ თავიანთ ტკივილს. და მე რო დანაკვირვები ვარ, ასეთ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდი ტკივილი აქვთ ნანახი, ხო, თითქოს ღმერთი უდგას გვერდით განსაკუთრებულად. და განსაკუთრებული ადამიანებიც არიან რა და ღმერთმა დაალოცოთ, იმიტომ რომ ამაზე დიდი განსაცდელი უბრალოდ არ არსებობს. მე რაც გინდა შემეყაროს, მაგრამ ისე არ განვიცდი და ჩემშულს რო შეეყაროს იგივე და ნუ რაღაცა ეს უფრო დიდი პრობლემაა ჩემთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა. მართალი ბრძანები და მამო, თუ შეიძლება აი ტვირთის შესახებ, ყველას აქვს თავის ტვირთი, ყველას აქვს თავისი ღმერთმა განსაზღვრა, ეხლა ისიც განსაზღვრა, რომ ვის რა დროის ადამიანთან აქვს, როგორი დრო არის და ამ შემთხვევაში მამო, აი ამბობენ ხოლმე ესეთი უბრალო კითხვაც არის და თან კიდე საინტერესო იქნება ამაზე პასუხი, რომ აი იმაზე მეცო არ მოგცემსო ღმერთი განსაცდელს, რისი დატევაც არ შეგიძლიაო, მაგრამ აი ხშირად ხდება ხოლმე მაგალითად, რომ აი ადამიანები არიან, რომელიც სიტყვაზე ვერ უძლებენ ამ განსაცდელს და რაღაც. აი ამ შემთხვევაში მამო, აი როგორ უნდა მივიღოთ ეს და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთი ვადიდოთ, მაინც იმ ჩვენ განსაცდელში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვერ გაძლება ნიშნავს, რომ ღმერთს მე შემდგომ უბრუნებ პირს. და ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიიდან იმიტომ არის დაკარგული, რომ განსაცდელმა მოიპარა. პირიქით რომ მოეყვანა, იმის მაგერად მოიპარა და აი თუ შეიძლება მამო, ღმერთი აი წარმოიდგინეთ, ეხა ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა, აი დარბაზში რო დადიხარ, სადღაც რო ვარჯიშობ, ტრენერი არ დაგადებს ზედმე ტვირთს, რაც არ შეგიძლია და ღმერთმა როგორ 10-ჯერ უფრო კარგად და 1000-ჯერ უფრო კარგად იცის შენი ამტანობა და გამძლეობა, ხო, თან სულიერი მით უმეტეს, ხო და ის ხო არ დაგადებს იმაზე მე ტვირთს და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვიყოთ აი ჩვენ განსაცდელის გამოვლაში, მამო, გამაგრებულები და აი იმიტომ რომ თავარი ეგაა, რომ როგორ დახვდები, აი დახვედრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი პირველ სიტყვასაც მნიშვნელობა, აი რო რაღაცა დამემართება ხოლმე, პირველ სიტყვას როგორ დავიწყებ, აი თუ წუწუნი დავიწყე, ზუსტად ისე ვერ გადამაქვს და თუ თქვი რომ უфаო, ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს რაღაცა შევაშველე, უკვე იმას ხენი, რა ქვია, უფრო შემიფსუბუქდება ხოლმე. თუ შეიძლება, მამო. პირველ რიგში ეს უნდა ითქვას, რომ ღმერთია არ ფიქრობს მე რა განსაცდელი მომივლინოს და არ მიგეგამავს განსაცდელს. როგორც მოციქული ამბობს, თითოეული კაცი ცდება და იმ შეცდომის შედეგია მერე განსაცდელი. შეცდომის შედეგი. და აი რაღაცა შეცდომა რომ მომივიდა, ღმერთმა მერე დაუშვა, აი მერე მოუშვებს ზომიერად, როგორც მე შემიძლია იმ განსაცდელის ატანა, ისეთი ზომიერებით მოუშვებს ჩემზე განსაცდელს, რომ მე უბრალოდ მივხვდე. ესე იგი, განსაცდელის დროს მექანიზმი რა არის? მე ვარ აყვავებული, ამაღლებული, გადიდგულებული, გადიდკაცებული და უცებ განსაცდელი რო შემთხვევა, უცებ ინგრევა ეს ჩემი აწყობილი სამოთხე, ეგრეთ წოდებული სამოთხე, ვითომ სამოთხე. და აი რო დაინგრევა ის უცებ, აი მე ნელ-ნელა ვხვდები რა ხდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში და ნელ-ნელა უფიქრდები სხვას. და აი ღმერთი ამას უშვებს ძალიან დიდი სიფრთხილით ჩემზე.
რამდენადაც შემიძლია ატანა, იმდენად უშვებს ჩემზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, მთავარია განსაცდელის დროს ადამიანმა გამოავლინოს თავდადება და სწორი მიმართულება. და თუ რაღაცა, ესე იგი, რადონის განსაცდელიც იქნება ჩვენზე, ღმერთი ხედავს, რომ ჩვენ შეგვიძლია იმ განსაცდელის ატანა და ის განსაცდელი ჩვენთვის იქნება წამალი. და ეს უნდა დავიცვათ. შეიძლება ვთქვათ, ჩემი ცუდი თვისებები აშვებულია და ამას რა ეშველება, ეს ხო ჯოჯოხეთისკენ მიმაქანებს. ამ დროს შეიძლება ღმერთმა რაღაცნაირად წერტილი დაუსვას ამას და განსაცდელებიდან წამიყვანოს. კი. იმ გზაზე სადაც ხო, რომ მე უფრო თავშეკავებული ვიყო, უფრო თავშეკავებული. თორე ის ჩემი ცუდი თვისებები მინიმუმ მე დამაზიანებდა და მაქსიმუმ სხვებსაც ჩემს ირგვლივ. ასე რომ ეს განსაცდელი ზომიერად მოდის. თუ შეიძლება ხა ადამიანებს ხო ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ეპოქასაც ითვალისწინებს. ხო ხა დღეს რომ მაგალითად ის დაუშვა, რაც წმინდა გიორგიზე დაეშვა 100,000 მოწამეზე, ზუსტად იცი ის ღმერთმა, რომ ჩვენ მაგდონის მორწმუნეები ვერ ვართ და შეიძლება საერთოდ დაუგმოთ ღმერთი და 1000 სიბოროტე შავიდეთ. ხო და აი ამ შემთხვევაში დღევანდელი ადამიანი, აი ამ მოცემულობის, ამ რწმენის მამაო ადამიანი რამდენად არის იმისათვის მზად, რომ აი ეს გასასწრელი, იმიტომ რომ აი თქვენ ხედავთ სუიციდებმა იმან იმატა ძალიან, მაგრამ იმიტომ რომ მზად არ არის ამ გამოწვევისთვის ადამიანი ბოროტმა იმ ხელამახეები დააგო. აი ამ შემთხვევაში მამაო დღევანდელი ადამიანმა რას უნდა უყუროს, რაზე უნდა გამახვილოს ყურადღება. აი როგორი უნდა იყოს მაგალითად აი თქვენი რჩევა რა იქნება, რომ ისინი ღირსეულად დაიტიოს ის გასასწრელები, იმიტომ რომ გასასწრელი აუცილებლად იქნება. აი როგორ უნდა გადაიტანოს, მამა, იმიტომ აი ჩვენ ახლა მაგალითად 100,000 მოწამის დროს რო ყოფილიყავით, შეიძლება ჩვენი ქონება ვერ დაგვეთმო, ჩვენი ის ვერ დაგეთმო, დღეს ძალიან გამატერიალისტა ადამიანი. ისინი თქვენგანაც ვიცი და ისტორიამაც იცის, რომ თვეობით თვლიდნენ მათ ქონებებს, ამ ადამიანებს, ვინც ერთ წამში დათმეს ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ და დღეს ადამიანს ეს გაუჭირდება ძალიან, რომ აი სიტყვაზე კი ესეთი დრო დადგეს, თავის ქონებას ვერ დათმობს და რა ვიცი, დაგმობს ღმერთს აუცილებლად რა, ძალიან იშვიათი ხვედრი თუ იქნება, ძალიან ცოტაა დღეს წმინდა. თუ შეიძლება, დიახ. ჩვენ ზოგადად ის მოდგმა ვართ, 100,000 მოწამის მოდგმა ვართ. ჩვენ ის მოდგმა ვართ, ვისაც წმინდა გიორგი უყვარს. ჩვენ დიდგორის მეომრების შთამომავლები ვართ. ჩვენ ძალიან ძლიერი გენი გვაქვს, როგორც იტყვიან. ამაზე მოწმობს ჩვენი ხელოვნებაც, სპორტიც, მეცნიერებაც და რასაც მოინდომებ, აი რასაც მოინდომებ შენ, ქართველი, ყველაფერში რაღაცა აი საუკეთესო 20%-ში შეხვალ, საუკეთესოში, აი რასაც მოინდომებ, იმიტომ რომ დიდი შინაგანი ძალა, მაგრამ რაც პრობლემა გვაქვს, ეს წონის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამ ჩვენ სიკეთეს და პრობლემა მე ესე უყურებ ესეთია, რომ ჩვენ დაახლოებით 800 წლის წინ დაგვიმთავრდა ოქროს ხანა. დაახლოებით 800 წლის წინ და ძალიან საინტერესოა ჟამთააღმწერელის დიაგნოზი. ანუ ჟამთააღმწერელი ისტორიკოსი, რომელსაც ეს ფსევდონიმი ჰქონდა, რომელმაც ესეთი რამე თქვა: დაივიწყესო ქართველებმაო ღმერთიო და ამ ქვეყნიურ შვებასიამეს მისცესო თავიო. და მერე უკვე ეს მოხდა, რაც მოხდა, დაიქცა ჩვენი ქვეყანა. და აი შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში აი ეს კერპი არის ძალიან ესეთი გამარჯვებულ მდგომარეობაში. შვება სიამოვნების, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრებისგან ელოდებიან პირველ რიგში შვებასა და სიამოვნებას. ამას ვგეგმავთ ჩვენ კაცობრიობა და მათ შორის შეიძლება ჩვენი ერიც. აი როგორც კი შვება სიამოვნებაზე გადაერთვება ადამიანი, აი მერე პატარავდება ის და მერე უკვე ვეღარ დაძლევს თავის ცუდ თვისებებს. ამიტომ აი რაღაცნაირად პირველ რიგში ეს უნდა გავაკვლიოთ. ოქროს ხანის ქართველები კი დავითის ისტორიკოსი ესე ამბობს. ყოველი ადამიანი ცხოვრობდა თვისსასავე ნახესა ზედა, ოდენ ღმერთისა და საკუთარი მარჯვენის იმედითო. აი ესეთი ცხოვრების წესი იყო და ეს ეხლაც უნდა აღდგეს. ესე იგი, ჩემი ცხოვრების წესი როგორი იყო, ხო?
ცხოვრობდა თვისცა სავენახესაზე და სავენახე იყო ის საცხოვრებელი, სადაც თავის სარჩოს მოიპოვებდა. აი თვისცა სავენახესაზე და ცხოვრობდა ღმერთისა და საკუთარი მარჯვენის იმედით და აი ეს ცხოვრების წესი არის უბრალოდ იდეალური. იმიტომ რომ ჩვენთან შეიძლება ეს წესი დაკარგულია, მაგრამ ესე არ არის რომ სულ დაკარგული იყოს, ჩვენ გვყავს ძლიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიან რეალობას და ღმერთი შეგვეწიოს, რომ ჩვენ ყველანი ესეთი გავხდეთ. იმიტომ რომ ოქროს ხანის საქართველოში ოქროს ხანა ვერ დადგება, თუ ერის 10 და 20%-ია ოქრო და ისინი და 80% არ არის, ასე ვთქვათ, ოქროს ხანას ვერ დააყენებ. ის ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა იყო ძალიან სხვანაირი. ეგ კი არა, ადრე მაქვს ნათქვამი, მე უსმინე, ესე იგი 104 წლის იყო მე მგონი ის მეომარი იაგოხვიჩიას ყავდა მოწვეული, საოცარი კაი გადაცემა იყო, ყველას ურჩევდა ის. ესე იგი, ის ამბობს, ჩემს ბავშვობაშიო, ჩემს სოფელშიო მე არ ვიცოდიო, ვინ იყოო ცუდი კაცი და უსინდისო. ეხლაო არ ვიციო ვინ არისო და მაშინო ეჭვი არავისი არ შეგეპარებოდაო. და მე უბრალოდ, ესე იგი, მე მახსოვს, ჩემ ბავშვობაშიც მახსოვს, რომ ყველა პატიოსნები, ესე იგი, პატიოსნება იყო პირველი რიგის ღირსება ადამიანისათვის. მე ეხლა შეიძლება სხვადასხვა რაღაცა არეულობა ჩვენ ღირებულებებში, მაგრამ მე წარმოვიდგენ ხოლმე ოქროს ხანის ქართველებში რა იქნებოდა. აი რუსთაველმა როდესაც დასწერა ვეფხისტყაოსანი ან დავითი როდესაც იყო მეფე ან გრიგოლ ხანძთელი როდესაც მოღვაწეობდა და საძირკველი ჩაუყარა სიწმინდეს როგორც ცხოვრების წესს. აი ქართველებს ეს სიწმინდე გქონდა ცხოვრების წესად. აი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში როგორ არის ერთხელ ქართველებს რო დევნიდნენ ერთ-ერთი მონასტრიდან და აბრალებდნენ მრავალ უმსგავსობას და პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ გაეყარა ქართველები და გიორგი მთაწმინდელი ამ დროს მიდის და ეუბნება რომ ესერიო ქართველთაერიო ამის გამკეთებელი არ არისო რასაც აბრალებენო ეს არისო უმანკო და წრფელი eriო და აი უმანკოება და სიწრფელე ეს ჩვენი ბუნებრივი ცხოვრების წესი იყო და იგივე უნდა გახდეს რომ მას აქნათ დავახციოთ თავი აი ამ წარმართობას რომელიც მსოფლიოშია დღეს და მსოფლიოში გამარჯვებული რელიგია ეხლაც ვიტყვი რომ ეს არის სიამოვნების მოყვარეობა ეს არის ამპარტავნების ერთ-ერთი მძლავრი შემადგენელი ნაწილი ამპარტავნება შედგება რამდენიმე ნაწილისგან აი ვთქვათ ფუფუნების მოყვარეობა ძალაუფლების მოყვარეობა და სიამოვნების მოყვარეობა და ყველაფერში შეიძლება ადამიანმა სიამოვნება ეძებოს ყველაფერში და ადამიანი ხდება რაღაცა აი არსებად რომელიც მუდმივად ეძებს სიამოვნებას და თუ სიამოვნებას ეძებ ვერ იქნები წმინდა გიორგის მსგავსი, ვერ იქნები 100,000 მოწამის მსგავსი, უფრო სხვანაირი. ვეღარ დათმო, მამა. ხო, და მერე განსაცდელები ისეთები იქნება, რომ იმას ვეღარ დაძლევ, მერე უკან იხევ განსაცდელების დროს, აღარ ებრძვი განსაცდელებს და გტეხავს თითქოს შინაგანად. ესე არ უნდა გააკეთო. უნდა იყო როგორც აი ჩვენ პატრიარქს უყვარდა ამის თქმა, ცოცხალი ქრისტიანი უნდა იყოს. ღვთისმეტყველებაში არის ასეთი ტერმინი ცოცხალი ქრისტიანი და მკვდარი ქრისტიანი. ესე იგი ცოცხალი ქრისტიანია ის, ვინც დინების წინააღმდეგ მიდის. და მკვდარი ქრისტიანი არის ის, რომელიც დინებას ვერ ეწინააღმდეგება და საითაც დინება მიახეთქებს, იქეთ მიეხეთქება ხოლმე და მაგალითი წმინდანის ნათქვამი ეს და პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მკვდარიც თევზიო წყალს მიაქვსო დინებასო და ცოცხალი თევზი კიდე დინების წინააღმდეგ მიდისო. აი ჩვენ უნდა გქონდეს უნარი დინების წინააღმდეგ წავიდეთ და დღეს მსოფლიოში შექმნილი უმძლავრესი დინება, რომელსაც ადამიანები სიამოვნებით ემორჩილებიან, ეს არის სიამოვნების მოყვარეობა. აი მოეშვები და მრავალ ბრწყალებში სიკეთეს მიიღებ ამ ქვეყანაზე. მიიღებ, მაგრამ ეს არის გზა ჯოჯოხეთისაკენ. გაშორებს ღმერთს, გაშორებს. ამიტომ აი თუ ახალ დინების წინააღმდეგ უკვე განსაცდელებია და უკვე დაიწყება განსაცდელები.
მაგრამ მეომარს არასდროს ომის არ ეშინოდა, მეომარს არასდროს სიკვდილის არ ეშინოდა, მეომარს არასდროს უკანდახევას არ ფიქრობს, აი დიდგორის მეომრები უბრალოდ ჩემთვის ეტალონური ადამიანები არიან. უკან დასახევი გზა რო ჩახერგეს ეს რაღაცა სასწაული მოხდა. რომ აი ამ ხელა ძალის წინაშე დადგნენ, რომლებიც მრავალჯერ აღემატებოდათ მათ და ლოგიკურად ვერ უნდა გაემარჯვათ. მაგრამ უკან დასახევი გზა ჩახერგეს და ეს ისეთი რამ გააკეთეს, რომ დღესაც ჩემთვის და ჩვენთვის ეს არის აი ჩვენი უკვდავების მთავარი რეცეპტი. ავტოგრაფი. და ეს ჩვენ უნდა შევძლოთ. ეს უნდა შევძლოთ აუცილებლად. თქვენისაც მამო, აი რა სტანდარტით გაიზომება ადამიანი, ხაი იმათ ბევრი მოეთხოვებოდათ, იმიტომ რომ ბევრი მიეცათ, ბევრი შეგნებაც ჰქონდათ, ბევრი და დღეს ჩვენი მამო გონება ძალიან დაზიანებულია, ცოდვით, ყველაფრით, აი აბსოლუტურად აზროვნებაც ძალიან ცუდ დღეში არის და შეიძლება ესე არ მოგვეკითხოს როგორც მათ, იმიტომ რომ იმათ სხვა სულისკვეთება ჰქონდათ, სხვა რაღაცა ჰქონდათ, წინ წასაწევი რა, სხვა გემი მიყავდათ. დღეს უფრო ცოტა მოშვებულია ადამიანი რაღაცა უფრო რაღაცნაირად სხვა მდგომარეობაში არის და სხვა პასუხისგებლობები აქვს დღეს ადამიანს. მართლა კავსაძე რო ხუმრობდა ერთხელ, კავსაძე მე მაცხოს ჭანჭიგები გვაქვს მოსაჯერი, მოფამფალებული რო არ ვიყოთ, უნდა მოუჭიროთ, რაღაცას უნდა მოუჭიროთ და ეს აუცილებლად ეხლა მან იუმორში თქვა, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ ეს თქვა კახური პირდაპირობით. აი მისი უკვდავი ქმნილება სამედიცინო რეცეპტივითაა ჩემთვის კაცია ადამიანი. ესე იგი ადამიანად იბადები, მაგრამ კაცი ხდები? აი მაგალითად ლუარსაბი ადამიანი იყო, ფაქტია. კეთილი გული ჰქონდა, ბოროტებას არავის არ უკეთებდა, არ იყო ბოროტი სული, არ იყო ბოღმა, არ იყო, მაგრამ კაცად ვერ იქცა, გამიგეთ? და ილიამ ეს დახატა. რომ ესე იგი ლუარსაბი, დარეჯანი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ კაცად ვერ იქცა. გამიგედა, აი ჩვენ კაცად უნდა ვიქცეთ. ეპოქას არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად. კაცად უნდა იქცეთ, კაცად. აი ქართველებს გვაქვს ეს, ამას ეხლაც მძაფრად განვიცდით ჩვენ. ეხლა კაცად გახტომას შეიძლება ისე არ უფიქრდები მე თანამედროვე ადამიანი, მაგრამ თუ ვინმე მგითხრა რომ არა კაცი ხარო, ამ დროს მძაფრად ხვდებით რომ რაღაცა არასწორია ჩვენში. ამიტომ თუ რამე უნდა გააკეთო, ეს პირველი როგორ უნდა დააღწიო თავი პრობლემებს, არა კაცი არ უნდა იყო, კაცი უნდა გახდე. ეს ესმის, ჩვენს გენეტიკას ეს ესმის, ეს საოცარია. ეს იცით, სადღაც 6000 წლის წინანდელი აზროვნებაა. ქართველებს ეს ძველთაგანვე გვაქვს. სიტყვა ბავშვი, სიტყვა კაცი და სიტყვა ახოვანი. და ძველ ეგვიპტურ სიტყვებს ვეცნობოდი და იქ იყო არის ესეთი ადამიანს ქვია ბა. სული ადამიანი რო იბადება, ეს არის ბა. და ჩვენც ესე ბა, შვი, ანუ ბა დაუბადე. დღესაც ამას ვამბობ. და მერე ესე იგი ღმერთისკენ მიმავალ ადამიანს პატიოსანს აღწერდნენ ძველი ეგვიპტელები კათი, კა. და ჩვენი კაცი სიტყვა ეს იგივეა. ესე იგი იმ დროინდელი აზროვნებაა მსოფლიოსი და ძველ ეგვიპტურში კა, ანუ ასეთი ადამიანი გამოიხატება ხელაპყრობილი, ესე იხატება. აპყრობილი ხელი ზეცისკენ. ესე იგი კაცი ეს არის ღმერთისკენ მიმავალი ადამიანი. პატიოსნებას რო ცდილობს ყველა ძალით. და მერე არის ესე იგი ღმერთშემოსილი ადამიანი, ანუ წმინდანი. ძველ ეგვიპტურში ეს არის ახ და ჩვენ ქართულში გვაქვს ახოვანი. და იგივე სიტყვა ახ, ახლო, ახს უფალი მოშიშთამისთან. ესე იგი ეს დღესაც გვაქვს ეს აზროვნება და ეს ძველი ეგვიპტელები აღარ არსებობენ და ჩვენ ვარსებობთ და ამას ჩვენ განვიცდით. მსოფლიოში შეიძლება არავინ არ განიცდიდეს ამას, რომ კაცი და არაკაცი, რომელი გინდა რო იყო, ქართველს რო კითხო, ყველა გეტყვის, რომ არაკაცობა ეს რა ეს ზნეობრივი კატეგორიაა. მაგრამ ამიტომ ჩვენ ზნეობრივად უნდა ვიყოთ, კაცად უნდა ვიქცეთ. და ილიამ რაც თქვა, ადამიანები ვართ, მაგრამ კაცი ვართ და ამას კითხვა აქვს დასმული. და ჩვენ ეს კითხვაც აქვს და ძახილის ნიშანიც.
და ეს ისეთი საჭირობროტო საკითხია, ჩვენ უნდა მოხსნათ კითხვის ნიშნები, მოხსნათ ძახილის ნიშნები და ჩვენ რომ ადამიანად ვიბადებით, კაცი უნდა გავხდეთ და კაცი რო გავხდებით, მერე უკვე წმინდანი უნდა გავხდეთ. ანუ სრულყოფილი ადამიანი. ეს არის გზა სტანდარტული ეპოქების მიუხედავად, ქვეყნების მიუხედავად, მდგომარეობის მიუხედავად, სქესის მიუხედავად, დონის მიუხედავად, განათლების მიუხედავად. ადამიანი ესეთნაირად უნდა იყოს. კაცი კაცია, შეიძლება წერა-კითხვაც არ იცოდეს, არაკაცია გინდა დიპლომიანი იყოს და გინდა დიდი მცოდნეს მატარებელი. ასე რომ აი ამ კატეგორიებით ჩვენს ჩვენერი გადარჩენილა და ეხლაც უნდა გადარჩეს, აბა სხვა რა გვაქვს, რა გზა გვაქვს სხვა ამ ქვეყანაზე, ან დაიღუპები, ან გადარჩები, სხვა რა გზა გაქვს. ან ჯოჯოხეთისკენ მიდის დინება, ან ღმერთისკენ მიდის ის ეკლიანი გზა და რომელს დაადგები, ეს უკვე შენი საქმეა. ხო, ისეთ მომო პერიოდი ხო არის მეორეთ მოსვლის და ძალიან ბევრმა ჭირმა იჩინა თავი, ხო და აი ამ პრობლემების ქვეშ, აი ეს ადამიანი გათვალისწინებული იქნება თუ არა, თქვა, აი მაგას ვამბობ სულ, აი მაგალითად უფალი ხო გაითვალისწინებს რა დროში ვიყავით, რა იყო მთავარი ღირებულება, ვინ იყო დასაფასებელი ხა მაშინ ხედვა იყო ისეთი რომ ილია ჭავჭავაძე მოსწონდათ, დავით აღმაშენებელი მოსწონდათ და დღეს ეგეთი ადამიანები რომელი შეიძლება ვერც იცნო ჩვენში რო და არა, დღესაც მოგწონს მე ამას არა ეხა მამო ვიღაცა რო გვიგინებს ეს არ ნიშნავს პატრიარქის პანაშვიდებზე გამოჩნდა ერს ვინ მოწონს და საითკენ უნდა არა მამო ჩვენი ხედვა მაინც ის იმდონის არ არის ხა მოწონება ესე ვიზუალით არის და რაღაცა იცი რომ აი რაღაცა მასასში ვერ უარყოფ და რაღაცა მაგრამ საქმეზე რომ იდგება მის საქციას არის მეორე ანუ მოწონება რა არის 100,000 მოწავა მეც მოწოს მაგრამ იქ რო ვიყო დღეს და არ იმას ვიზამ არ მოიქცევ ისე და მოწონება რა არის ანუ მათი მიმდევარი უნდა იყოს არა სიტყვაზე ვამ დღევანდელ ადამიანზე ვამბობ რა იხა ჩემი სხვათა შორის მე რას ვარ იცი დაკვირვებული აი ჩვეულებრივ სიტუაციაში ხო მოშვებული ტიპია ვიღაცა ქართველი ავიღოთ რაღაცა ექსტრემალურ სიტუაციაში რაღაცა გადაუტრიალდება ისე რომ სულ სხვანაირი ხდება კი მართალია აი ქართულ ნაგაზს აქვს კიდე ეს თვისება სხვათა შორის ნუ ახლა შეიძლება ეს კი არა ძალიან კაი შედარება მე მყავდა ქართული ნაგაზი სახლში ნუ როგორი იცით აი მუდმივად მე მისი დახასიათება რო წავიკითხე ეს არის როგორც აი თავდაცვის ძალები შიგნით რაღაცა უმნიშვნელო რაღაცაზე არ რეაგირებენ თუ საშიშროება არის რეალური მე უკვე გამოავლენენ თავს და ეს ჩვენი ძაღლი ახლა თბილისში ეზოში ნუ რა უნდა ხდებოდეს რომელი მტერი ჩვენ გვესევა და რომელი მგლები ჩვენთან შემოდიან და ნუ იყოს სულ ასე რაღაცა მოდუნებულად მე შეიძლება გაგთამაშებოდა რაღაცა და მე ერთხელ რაღაცა უცხო ძაღლი დაინახა ჩემს თვალწინ ისე გადაიქცა ხო? უცებ მეომრად გადაიქცა და ნუ თუ ეს ჩვენი ძაღლია კაცო ვფიქრო. ესე იგი მომენტალურად ისეთი თვისება აქვს და აი ჩვენს აი მაგალითად გენერალი გიორგი კვინიტაძე იხსენებს რომ ჩვენო რუსეთში იმპერიაში მეფის არმიაშიო ქართველებსო გვეკავო მეორე ხარისხოვანი პოზიციებიო თუ ომი იწყებოდაო გადავყავდითო პირველ პოზიციებზეო იმიტომ რომ ქართველ და გენერალი კვინიტაძე თავის მოგონებებში ამბობს რომ ხაზგასმით რომ ქართველი განსაკუთრებულად აზროვნებს ექსტრემალურ სიტუაციებში განსაკუთრებულად და არავის იმდენი გენერალი არ ყავს როგორც ქართველებს რამდენიც ქართველებს ყავსო პროცენტულადაც მაგრამ რაოდენობრივადაც მე მგონი 25 გენერალი ყავს დასახელებული მაგრამ თვისებები აქვს განსაკუთრებული ჩვენ ერთს. ამიტომ აი მაგალითად ჩვენს პატარა ბიჭუნებს რო იპარავდნენ და ყიდიდნენ და მერე იქ სადღაც ოსმალეთში თუ სპარსეთში თუ ეგვიპტეში სამხედრო სასწავლებლებში მიდიოდნენ და ასწავლიდნენ, იქედან გამოდიოდნენ ისეთები, რომ აი მამელუქები იმას ეგვიპტეს აკონტროლებდნენ ოსმალეთში პირველ თანამდებობებზე მიდიოდნენ სპარსეთში საერთოდ სპარსეთის შახს იცავდნენ ანუ წვრთნაზე ძალიან რეაგირებთ
აი საკმარისია ჩვენ ცხოვრება მოვაწესრიგოთ, რომ ჩვენ ადვილად ვდგებით კალაპოტში. აი ეს გენეტიკა გვაქვს. თავარი ეს მოშვებული არ ვიყოთ, მოშვებული და უმიზნოთ არ ვიყოთ. ნიჰილიზმში ვარ. აუცილებლად მიზანი უნდა გქონდეს, პირადი მიზანი უნდა გქონდეს, საით მიდიხარ. ადეკვატური მიზანი, ზომიერი მიზანი და მიღწევადი მიზანი და რა თქმა უნდა ღმერთთან თანხმობით. და ასე გვიცხოვრია ჩვენ და ასე ვიცხოვრებთ ჩვენ. ეხლა ვთქვათ, ვარ წაშლილი გასწორებული მიწასთან. უნდა დავგეგმო რა მაქვს მოსაშორებელი. აი მაგალითად ზღვაში თუ ოკეანეში გემი ძველად გემი რო იღუპებოდა, იშორებდნენ ყველაფერს ყრიდნენ რაც ზედმეტი იყო. ყველაფერს ყრიდნენ რაც ზედმეტი იყო. მარტო წყალი შეიძლება არ გადაეგდოთ და საკვები. დანარჩენს ყველაფერს ყრიდნენ, რომ შეემსუბუქებიათ გემი, რომ არ ჩაძირულიყვნენ. აი იგივე უნდა გააკეთოს ადამიანმაც. უნდა მოიშოროს ყველა ცუდი თვისება, რომელიც მას ძირავს. და მერე სრული მობილიზებით უნდა ეცადოს, რომ არ ჩაიძიროს, არამედ იაროს ღმერთისაკენ. ღმერთი დაგეხმარება. ჩვენი ქრისტიანების ბედნიერება ის არის, რომ ჩვენ პირადად ღმერთი გვიდგას გვერდში, პირადად ღმერთი. და ჩვენ თვითონ ვართ ცხებულნი. ჩვენ თვითონ ვართ ქრისტენი. წარმოიდგინეთ, ესე იგი ქრისტე, იესო ქრისტე, ქრისტე ცხებულს ნიშნავს. ცხებულს, აღინიშნებოდა რომ მირონცხებულს. და აი წარმოიდგინეთ, ჩვენც ცხებული ვართ, ჩვენ მირონცხებულები ვართ. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა რამეა. უბრალოდ ეს მოცემული მადლი უნდა გამოვიყენოთ. ეს იგივეა, რომ მაგალითად მილიონი გედოს სახში და შიმშილით კვდებოდე. ხო შეუსაბამოა. აი იგივე ხდება ზოგ შემთხვევაშიც. ვართ ქრისტიანები და ვართ პრობლემებში. ვითარცა ერთი შეურაცხმდაგანი ვიღაცა არ ხარ. ქრისტეს სისხლით გამოსყიდული ხარ და აუცილებლად აი ღმერთს უნდა მიაგნო. ღმერთთან ერთად უნდა იცხოვრო, ღმერთთან უნდა იმეგობრო და ღმერთი შენს ენაზე დაგელაპარაკება. ყველამ რომ მიგატოვოს, ღმერთი არ მიგატოვებს. ეს საოცარია, უფალი, საოცარია, თანხმთიშობელია, საოცარი. ადამიანთა და ანგელოზთა შორის მასზე უფრო ძლიერი და ჩვენთვის ახლობელი პიროვნება ადამიანთათვის არ არსებობს და წარმოიდგინეთ, ახლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ ჩვენ. ქვეყანა ახლა ტყე და ქვა კი არ არის მისი წილხვედრი, თუმცა ეს მისი ერი ვართ, შენობები არ არის მარტო. და შენ სხვანაირი ხარ, აი მე მახსოვს ისტორია როა ქართველთა მე-18 საუკუნეა, მე მგონი ქართველები რო ათონის ერთ-ერთ მონასტერს მიადგნენ და მონასტერში არ შეუშვა მეკარემ. იმიტომ რომ კურთხევა იყო, რომ 7 საათის მერე არავინ არ მიიღოთ. და არ შემოუშვა არავინ და წინამძღვარს მერე ხილვა ჰქონდა. რომ გაბრაზებული ღვთისმშობელი, ჩემიერიო, რატო არ შემოუშვესო მონასტერშიო და მეკარეს დაუძახა და კითხა შენ ვინმე არ შემოუშვიო. კიო, როგორც გაგვაქვს თქვენგან კურთხევაო 7 საათის მერე ვიღაცები მოგვადგნენ და არ დროზე გავხიკა. ხო და გავიდნენ მერე და დაიწყეს ძებნა ამ ადამიანებს და ეს დაბნეული ქართველები იდგნენ დღესთან სადღაც საწასულიყვნენ არ იცოდნენ ამ შუაღამეზე. უკვე ღამე ახლოვდებოდა. და მე რა თქმა უნდა პატივით მიიღეს, მაგრამ ჩემთვის გასახარი ის არის, რომ ღვთისმშობელმა ესეთი სიტყვა თქვა, რომ ჩემი ერი რატო არ მიიღეთო მონასტერში და ჩვენ, ესე იგი, უბრალოდ მე რაზე უნდა დავფიქრდე, იცი, ვარ მე ღვთისმშობლის წილხვედრობის შესაფერისი? შესაფერისი როგორ ვიქნები, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად, აი უნდა როგორ მოვეწონები. სადაც არ უნდა იყოს შენ ქართველი, სადაც არ უნდა იყოს სოფლიოს რომელ კუთხეში არის ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ, სხვანაირი ისა გაქვს საშუალება ღვთისმშობელთან ურთიერთობის, სხვანაირი პატივი გაქვს ღმერთთან მეგობრობის, დიდი შუამდგომელი გყავს, ძალიან დიდი ისტორია გვაქვს. არასდროს ერთადერთი ერი ვართ. ეს არ არის სადღეგრძელო, როგორც ვიღაცა ამბობს. ეს რეალობაა, ეს ისტორია. ჩვენს ერს ქრისტესთვის არასდროს არ უღალატია. ეშმაკზე ჩვენ არ გაგვიცვლია არასდროს ქრისტე. არასდროს არ მოვტყუებულ ვართ. შეიძლება ვზარმაცობდით ქრისტიანობის მიმართულებაში, მაგრამ არ ვღალატობდით მას და არ ვღალატობთ დღესაც და ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს.
დიდესი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა. ისე გული დამწყდა მამაო და თან თქვენ ვირუსი რო ქონიათ მამაო, თქვენ რო ამოთ საჩინოდ უნდა გამოიყო ძალიან მაგრა გამოგიყენებია ძალიან ლამაზად და კარგი გადაცემა შედგა და მაგრამ ხადაგებთ დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის მართლა ის აუცილებლობა იყო ისე მომეწონა ძალიან რომ მინდა რომ კიდე 1-2 საათი მქონდეს დიდი სიამოვნებით ვისაუბროთ თქვენთან ერთად მაგრამ სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა და ბოდიში იხდი. ეხლა საქმეს კეთებაზე უნდა გადავიდეთ. ხო, ეხლა რაც ვილაპარაკეთ. საქმეს ხოლმე მოვასწროთ. ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ეხლა გადავიდეთ საქმის კეთებაზე მართლაც. დიდი მადლობა და გჯეროდეს აუცილებლად ღვთისმშობელი აუცილებლად სულ ყოველთვის დაგვიცავს. რაც არ უნდა, რა დღეშიც არ უნდა ვიყოთ, მაინც იცოდეთ რომ იმედი არ დაკარგოთ აუცილებლად ყოველთვის და ბედნიერებას გისურვებთ. მამო, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ რომ ასე ცდილობთ წლების მანძილზე. მადლობა. უღრმესი მადლობა. სხვადასხვა 2008 წლიდან. უყარხართ ძალიან ადამიანებს, ბევრი შემოხედრია ვისაც თქვენ უყარხართ. მაბარებენ მოკითხვას და ძალიან დიდი მადლობა. მამო, მეც ბევრი მხვდება ხოლმე ესეთი ადამიანი, ვინც აი თქვენს გამო ბევრი გვიყურეს და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, მამო. ეს რა თქმა უნდა დამსახურება არა ჩემი, არამედ იმ მამების, ვინც მოდიხართ, თორე მე რა და ღვთისმშობლის დამსახურებაა, რომ საქართველოში ვცხოვრობ, გავიმართლა. დიდი მადლობა, მამო. უღრმესი მადლობა და მადლობა ამ ის ტელევიზიას მადლობა მაშინ ამისათვის და იმ ადამიანებს ვინც იღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას, იმიტომ რომ როცა ადამიანებისათვის თავარი არის ის რომ მე სასულიერო პირს რომ მოვიყვან და ეს იქნება ყველაზე მთავარი, მაშინ ყველაფერი იქნება ყოველთვის კარგად. წარმატებებს დიდ უღრმესი მადლობა მამაო და მადლობა ამ დროს რომ გვითმობენ ეს დრო მე პატრიარქმა მიკურთხა და ეთქვა იმიტომ გაძლო რა და პატრიარქის ფაქტიურად დრო არის და ესეც მინდა რომ რაღაცა დავარქვა ამ საათს რომ აი ჩვენი უწმინდესის სახელზე იქნება სულ ყოველთვის ხოლმე ეს დრო. რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის და ბედნიერებას გისურვებ და მართლა ისერი არც არ დაიღუპება, რომელსაც უწმინდესი გამოუგზავნა ღმერთმა რა. წარმატებები მე გახდით გიორგი დარასელია პატიმრებს და განსაცდელში ყოფ ადამიანებს ყველაზე გულით მოგიკითხავთ და წარმატებებს გისურვებთ. დროებით ხვალ დაგიბრუნდებით აუცილებლად გიორგობა დღეს საღამოს მამა გიორგისთან ერთად და საინტერესო იქნება მეც გიორგი ის გიორგთან გიორგობა და რაღაცას დავხატავთ. მამა ლუკა უღრმესი მადლობა და დროს გადავაჭარბეთ. დიდი მადლობა რომ ხართ. ბედნიერებას გისურვებთ და რა ვიცი ჩვენთვის ხარ ძალიან კარგი და დიდი სტუმარი და ის ადამიანი რომელიც აი მართლა მზა რეცეპტს იძლევით ხოლმე იმისათვის რომ ადამიანი ცხონდეს და აი დიდ მადლობას მოვახსენებ დედა თქვენის სულს და თქვენ ოჯახს და მოვიკითხავ აუცილებლად. დიდი მადლობა. კაი. დროებით.